დედოფლისწყაროს რაიონი ისტორიულ წყაროებში პირველად სტრაბონთან კამბისენეს, იგივე კამბეჩოვანის სახელწოდებით ჩნდება და ჰერეთის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად მოიხსენიება, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ალაზნის ქვემოწელსა და მდინარე მტკვარს შორის. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, თითქმის აზერბაიჯანის საზღვართან. ივრისა და ალაზნის შუამდინარეთში. სახელი დედოფლისწყარო დაკავშირებული არის წმინდა მოწამე მეფე თამარ დედოფალთან. მოგვიანებით მე-15 საუკუნის წყაროებში გვხვდება სახელწოდება ქიზიყი. მაშინდელი ქიზიყი უკვე კახეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უბატონო მხარედ იხსენიება. დღევანდელი სახელწოდება დედოფლისწყარო კი გადმოცემის თანახმად თამარ მეფეს უკავშირდება, რომელიც სავარაუდოდ ხორნაბუჯიდან, იგივე თამარის ციხიდან მომდინარეობს. რაიონის ისტორიას დღეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ინახავს, რომელიც მდიდარია არქეოლოგიური მასალით. მუზეუმში ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალაა დაცული. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სხვათა შორის ძალიან უნიკალური მასალები არის დაცული. მაგალითად, რომაული მუზარადი. მსოფლიო დონის გათხრები აქ ნაწარმოები, უნიკალური ნივთები აღმოჩენილი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რომ შევდივართ, დავინახავთ მარჯვენა მხარეს მთას, რომლის სილუეტიც მოვაგონებთ დაწოლილ ქალს. ამას ეძახიან ელიის მთას. ამ კლდეზე აშენებული არის ტაძარი, ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი. ელია თეზბიტელის ტაძარი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ციცაბო კლდეზე აშენებული ტაძარი შორიდანვე იქცევს მნახველის ყურადღებას. დედოფლისწყაროს და მთელი ქიზიყის მოსახლეობა წმინდა ელიას ოდითგანვე დიდ პატივს სცემდა. გადმოცემის მიხედვით, გლეხები ელიას ევედრებოდნენ სეტყვისგან გადარჩენის სანაცვლოდ თხას შემოგწირავდო. დღეს სამლოცველო მოქმედია და წირვა-ლოცვა სრულდება. 2 აგვისტოს მოსახლეობა ელიაობას აღნიშნავს ტრადიციის მიხედვით, ადგილობრივები ღამეს ელიას მთაზე ათევენ. ეს ეკლესია იყო მე-4 საუკუნეში. შემდეგ დაინგრა, იყო ნანგრევები შემორჩენილი და აღსდგა 2006 წელს. მოდიან მომლოცველები ძალიან ხშირად. არის 2 აგვისტოს ტაძრის დღესასწაული და აქ იმდენი ხალხია, რომ ნემსია ჩავარდება ძალიან ბევრი ხალხი საქართველოს მთელ ტერიტორიებიდან მოედინება ნაკადი რო ეთქვა. ხორნაბუჯის ციხე, ანუ თამარის ციხე, ასე უძახით, 2 სახელი ქვია. პირველ შემოსევას, პირველ დარტყმას ეს ციხე ქალაქი იღებდა. ძირითადად დღეს ტურისტული დანიშნულება აქვს. ჩამოდიან ტურისტები, გაოცებული, განცვიფრებულები მინახიათ, უცხოელი ტურისტები, რა სიმდიდრეს ფლობ და რამხელა ძეგლის პატრონები ვართ ჩვენ დედოფლისწყაროელები. ხორნაბუჯი მიუვალ კლდეზე გაშენებული ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ციხესიმაგრე საქართველოში. თვალის ერთი შევლებად საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, თუ რატომ უწოდებდნენ ხორნაბუჯს აუღებელ ციხესიმაგრეს. სახელწოდება ხორნაბუჯი წერილობით წყაროებში მე-5 საუკუნიდან ჩნდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ვახტანგ გორგასალმა აქ საერისთავო ცენტრი დააფუძნა და მიანიჭა მას საუფლისწულო ციხის სტატუსი, რაც მის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ითვლება, რომ მიხაილ ზიჩმა, როდესაც იგი ილუსტრირებას აკეთებდა ვეფხისტყაოსნისა, ხორნაბუჯი გამოიყენა როგორც ქაჯეთის ციხის პროტოტიპი. და თუ შეხედავთ დარწმუნდებით კიდევაც, რომ ნამდვილად ესეთი აუღებელი ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს და სწორად არის შერჩეული ამ ილუსტრაციისთვის. დღესდღეობით ციხე ქალაქის ტერიტორია შედის არწივის ხეობის ბუნების ძეგლში. მართალია ის არწივის ხეობიდან ოდნავ მოშორებულია, მაგრამ ინსტიტუციურად ამ ბუნების ძეგლშია გაერთიანებული.
ნახველები ჩამოდიან არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ასევე საზღვარგარეთიდან და ყველას რეაქცია და ყველას ემოცია ერთნაირად გამოხატავს გაკვირვებას, აღთხოვანებას და ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც ნახავს. ბუნების იმ ძეგლთაგან, რომელთაც დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, დედოფლის წყაროსთან ყველაზე ახლოს არწივის ხეობა მდებარეობს. მცენარეებით გარშემორტყმული ხეობა და ლოდები ტროპიკული ტყის იმიტაციას ქმნის. არწივის ხეობა გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი, აქ 60-მდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. ეხლა ჩვენ ვიყოფებით არწივის ხეობაში. თქვენს ზურგს უკან მოჩანს ხეობა, რომელიც ბუნების ძეგლის სტატუსს ატარებს და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის. ხოლო ამ ადგილას კონკრეტულად უკეთესად გაჩვენეთ წინ მდებარეობს ხოხბების საშენი. იგი მიზნად ისახავს, რომ საქართველოს შეიქმნას ნამდვილი კოლხური ხოხბის გენოფონდი, რომლის საჭირო რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეგვეძლება ამ ხოხბების ისეთ ადგილას გადაყვანა და ველურ ბუნებაში გაშვება, სადაც ოდესღაც მრავლად იყო ეს ფრინველი და დღეს სამწუხაროდ აღარ არიან რიგი მიზეზების გამო. არწივის ხეობა იმითაც გამოირჩევა, რომ აქ იშვიათი სახეობის ვაზია გაშენებული. ამ ყურძნის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისგან ძალიან კარგი თვისებების ღვინო დგება, განსაკუთრებული არომატით და რა თქმა უნდა მისი იშვიათობა ამ სიძვირფასეს კიდევ უფრო აორმაგებს. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ უპირველეს ყოვლისა არსებობს ოჯახური ღვინის წარმოების ტრადიცია. ჯერ ყურძენს წურავს, შემდეგ ღვინოს აყენებს, უკვე დამდგარ ღვინოს კი ბოთლებში ასხამს. ამ ყველაფერს გოდერძი გონაშვილი მარტო თავის საოჯახო მარანში აკეთებს. ოჯახური ბიზნესის გარდა ეს მამაპაპისეული ტრადიცია, რომელიც კიდევ თაობებს უნდა გადაეცეს. მე ამას ვავსებ ღვინით. მე მოდივარ აგერაკ კორპის საცობის გამკეთებელი აპარატია ესა. აი, ასე ქვევიდან ვათავსებ. ასე. აგერა საცობი უკვე გაკეთებულია. ამას მე უკეთებ ფოლგას. აჰა, ფოლგას. შეგვაქვს მე სპეციალ ქურა არის აგერა ქურაში. დაილუქა და ამას უკვე აგლებ მხოლოდ ეტიკეტის გაკეთება და მეტი არაფერი, უკვე მზათა სარეალიზაციოდ. ყველა ქართული პოტენციური მეღვინეა რა. სხვადასხვა დონეზე შეუძლიათ ღვინის დამზადება, მაგრამ პაპა ჩემი იყო ერთ-ერთი ხელოვანი კაცი ამ ღვინის დამზადების. მე იმიტომ გავხდი მეღვინე და იმიტომ ჩავაბარე მეღვინეობაზე თავის დროზე, რომ ეს ჩემი ოჯახური ტრადიცია მკარნახობდა ამას. ჩემი მამაპაპის მიერ დაარსებული საოჯახო მარანი გავაფართოე ჩემი მიერ დამზადებული ღვინო მოსწონს მომხმარებელს და არასდროს მე ის გაუყიდავი არ დამრჩენია. მე ამის იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილების და ჩემი შვილისა და ჩემი შვილიშვილების და ალბათ ჩემი შვილთაშვილებისაც, რომ სალოცავი ქვევრია და ამ მარანს ვერ უღალატებენ. გინდა არ გინდა იმ ქვევრის ირგვლივ უნდა იტრიალონ ყოველთვის და ყოველთვის. კახეთის 8 რაიონიდან ყველაზე მეტი ფართობი და სასოფლო-სამეურნეო სავარგული დედოფლისწყაროს რაიონს გააჩნია. დედოფლისწყარო მდიდარია სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსით, განსაკუთრებით კი სახნავი და სათიბ-საძოვარი სავარგულებით. ამ კატეგორიის მიწის ფართობის მიხედვით დედოფლისწყაროს პირველი ადგილი უკავია საქართველოში, რამაც იგი მემარცვლეობისა და მეცხოველეობის წამყვან რაიონად აქცია. საქართველოს ბეღელს ეძახოდნენ და ეძახიან შირაქის ველს. არის დიდი შირაქი და პატარა შირაქი. ეს მიდამოები სულ
პურის ყანებითა და ვენახის ზურებით არის მოფენილი. დედოფლისწყაროს რაიონში მოუყავს ხორბლის, ქერის, ზესუმზირის და გარკვეულწილად სიმინდის ნათესები. ფართობები განთავსებული არის ძირითადად შირაქის ველზე, ტარიბანის ველზე და ალაზნის პირას. წელს ძალიან კარგი პირობები შეიქმნა ფერმერებისათვის, მაგალითად შეღავათიანი აგროსესხებით. ბანკებმა გაუკეთეს ისეთი შეღავათი, რომ როდესაც ვიღებთ ჩვენ მოსავალს, მერე ვიწყებთ მის გადახდას და ისაც საშეღავათო პერიოდში, რომ თან ვაძლევენ იმის ფორას, რომ თქვათ მაგალითად მოსავლის აღების დროს ძალიან იაფია, მერე ცოტა ხნის შემდეგ ძვირდება და რაც მისწავლებელია და მე მგონი სოფლის მეურნეობა ამით მოიგებს, თუ არ მოიგებს, არაფერს არ წააგებს. ფერმერისთვის და გლეხისთვის კარგი მოსავალი ნიშნავს 4-5 ტონაზე ნაკლებ ხორბალს არ მიიღებ, 2 ტონაზე ნაკლებ ზესუმზირას არ მიიღებ და 5 ტონაზე ნაკლებ ქერს არ მიიღებ. შირაქში დედოფლისწყაროში ესე არის და მე ამას ყველაფერს რო ფასში გაყიდი. ამაზე კარგი არაფერი არ არის. საქართველოს პურის ცხობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. ქართული პურის არომატ სხვა დანარჩენთან ერთად განსაზღვრავს საწვავიც, ანუ ის თუ რითი ხურდება თონე. დედოფლისწყაროში თონეს ფიჩხთან ერთად წალმის საშუალებით ახურებენ. აქ თითქმის ყოველი ქუჩის კუთხეში თონეა გახსნილი. ჩვენი რაიონი ადრიდანვე ცნობილი არის, როგორც პურის ბეღელი არის ეძახიან და მე-9 წელია უკვე ვეწევით ამ ბიზნეს საქმიანობას, პურის ცხობას. ყოველდღე ვდგები 5 საათზე. 5 საათისთვის უკვე აქა ვარ. მივდივარ ღამე ხან 6-ზე, ხან 7-ზე, ხან მთელი ღამე გვიწევს მუშაობა. ძალიან რთული საქმე, მაგრამ ღმერთს ვეხვეწები შემძლო. დღეში გამომიწვია მარტოს 1000 პურით. გაგვყავს დრო, დღეები. საარსებო ჩვენი ეს არის, სხვა არაფერი. დედოფლისწყაროს ზესუმზირით გამოხდილი ზეთი უნიკალურია თავისი თვისებებით და თავისი სასიკეთო თვისებებით. ხორბალთან ერთად დედოფლისწყარო ზესუმზირის უდიდესი მწარმოებელია. ნათესების უმრავლესობა სწორედ ამ რაიონში მდებარეობს. ზესუმზირის გადამუშავება და ზეთის გამოხდა მცირე საწარმოებში ხდება. აქაური ზეთი მთელ საქართველოშია ცნობილი. შირაქის ველმიდვრები მარტო პურის ყანებით და ვენახის ზურებით კი არა ეს მოფენილი. ეს კიდევ საძოვრებად არის გამოყენებული. მე მიხარია რომ მართლაც დედოფლისწყაროს გამოუჩნდა პატრონი ახალგაზრდა თაობა, რომლებიც ამუშავებენ მიწას, ამ ბარაქიან მიწას და ტრადიციებსაც არ ღალატობენ. ქვია ზურაბ მასურაშვილი, ვარ 24 წლის ფერმერი, მივდებ მესაქონლეობას. აქ ჩვენს რაიონში ოდითგანვე ყველაზე მეტი საქონელი და პირუტყვი იყო სხვა რაიონებთან და სხვა სოფლებთან შედარებით. საკუთრებაში მაქვს 15 გექტარი საძოვარი, ასევე მაქვს ახნავსათესი მიწები, რომელსაც ვამუშავებ და მოსავალს ვიყენებ ასევე საქონლისთვის. მაქვს ცოტაოდენი სათიბი, რომელსაც ყოველწლიურად თიბავთ, ვამზადებთ ზამთრისთვის და ზამთარში ვაკვებავთ საქონელს. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჯიშის გაუმჯობესებაზე, რაც ისევ და ისევ ძალიან ჭირს საქართველოში. უშუალობა არის კარგი ჯიშის და რა ვიცი, კარგი იქნებოდა რომ დაგხმარებოდა სახელმწიფო შემოყვანის მხრივ. ჩვენ გვაქვს რძისა და რძის პროდუქტების საამქრო. რძე შემოგვაქვს იორმუღალოდან, ლაგოდეხიდან,
სამთა წყაროდან ვამზადებთ სულგუნს, ნადუხს, არაჟანსაც ვამზადებთ. ჩვენი ნამდვილი რძის, ეს არის ნამდვილი რძის პროდუქტი. ჩვენი სულგუნიც, ნადუღიც, არაჟანიც არის ნატურალური რძით დამზადებული. ქალაქში მოსწონთ ძალიან. დღეს ჩვენ წვეთობით ვაგროვებთ რძეს. ჩვენი პატარა წარმოების მუშაობა ნამდვილ ნედლეურზე ვაჟკაცობის ტოლფასია. დედოფლის წყარო უნიკალური არის თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით. ჯერ მარტო ვაშლოვანის ნაკრძალი რადღის ასეთი უნიკალური ფლორა და ფაუნა როგორც არწივებისა და ორბების სამეფო. მოთუხთუხე ტალახის ვულკანები, უიშვიათესი საკმლის ხეები, კლდეზე შერჩენილი მოლუსკების ნიჟარები და მერცხლების ქალაქი. ეს დედოფლის წყაროს უკიდურესი აღმოსავლეთი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებია. მოგზაურებმა აფრიკულ ლანდშაფტთან მსგავსების გამო ამ ადგილს ქართული სავანეც კი დაარქვეს. აქ მოხვედრისას ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ საქართველოში ხართ. სახელწოდება ვაშლოვანი კი სავარაუდოდ საკმლის ხეებს უკავშირდება, რომელიც მნახველს ვაშლის ხეს მოაგონებს. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე სულ 700-მდე სახეობის მცენარეა წარმოდგენილი, რამდენიმე მათგანი წითელ წიგნშია შეტანილი. აი ახლა ჩვენ შევდივართ ვაშლოვანის ნაკრძალში. ზოგადად თვითონ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შედგება 3 კატეგორიის დაცული ტერიტორიებისგან. ეს არის ვაშლოვანის ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი და 3 ბუნების ძეგლი. ჩვენ ახლა კერძოდ შევართ პანტიშარის ხეობაში. პანტიშარის ხეობა იმით არის უნიკალური, რომ აქ შევხვდებით ზღვის მოლუსკებს, სამხრეთულ სპილოს, ბეჭის ძვალს ვნახავთ 2 მილიონის საუკუნის ასაკისას. აი ამ ადგილს ჩვენ ვეძახით მერცხლების ქალაქს. იმიტომ რომ ამ კლდეზე ქალაქის მერცხალის ასეულობით ბუდეა. მართალია ეხლა უკვე თბილ ქვეყნებში არიან გაფრენილი, მაგრამ გაზაფხულზე რომ მიდიან ათასობით მერცხალი ტრიალებს საერში და იმათი ჭიკჭიკისაგან ყურთასმენა აღარ არის ხოლმე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ვაშლოვანის ეროვნულ პარკში. ეს არის ჩიღუელთხევი. აი წინ რასაც ვხედავთ, ეს არის კლასიკური არიდური მეჩხერი ტყის ეკოსისტემა. სავანოიდური ტიპის ტყე როგორც ეძახიან და ძალიან გავს აფრიკის სავანებს. ჩვენ ვიმყოფებით უსახელოს უღელტეხილზე. ადგილობრივები რელიეფის ასეთ ფორმებს ალესილებს უწოდებენ. ზოგადად რელიეფის ასეთ ფორმებს ბედლენდები ქვია. რასაც ვხედავთ აქ მწვანე ხეებს, ყველა არის ღვია, უმეტესად თეთრი და შავი ღვია. აი მე ხელში შავი ღვიის პატარა ტოტი მიჭირავს, თეთრის და შავი ღვიაც წითელ წიგნში არის შეტანილი და იშვიათი მცენარეული სახეობებია. ასეთი ბედლენდური რელიეფი საქართველოში პატარა ფრაგმენტებით სხვადასხვა ადგილზე ხდება, მაგრამ ასეთი მასშტაბური ფართობით, რომელიც 1000-ობით ჰექტარზე არის გადაჭიმული, ფაქტიურად სხვაგან არ ხდება. დიდებული მსოფლიო მნიშვნელობის მხატვარი ჩვენი ნიკოლა ფიროსმანაშვილი მიზანიდან არის დედოფლის წყაროს ხარედა. და მე მიამაყება, რომ ასეთი დიდებული ადამიანი ჩემი წინაპარი იყო.
მირზაანში, იმ ეზოში, სადაც ნიკო ცხოვრობდა, ახლა მუზეუმია. აქ ფიროსმანის 14-მდე ნახატი ინახება. მუზეუმის ნაწილს წარმოადგენს ფიროსმანის საცხოვრებელი სახლი, სადაც მისი პირადი ნივთები ინახება. ფიროსმანი სულ განსხვავებული არის თავისი შემოქმედებით, თავისი ხასიათით. დღეს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ნიკო ფიროსმანაშვილი გაჭირვებული იყო, ლოთი იყო. არა ბატონო, ნურას უკაცრავად. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როცა 16 წელს მხატვრებმა მიიწვიეს ნიკო ფიროსმანაშვილი და კითხეს, თუ საიდან ახარ, ამან უთხრა, კახელი ვარ, 8 წლისა დავობიდი. შემდეგ აიღეს და ერთი თუმანი აჩუქეს. წავიდა ნიკო ფიროსმანაშვილი პირველად არიღებდა ამ ფულს. მერე წავიდა ამ ფულით იყიდა მუშამბა, საღებავი დახატა, შესანიშნავი ტილო, უწინდელი ქორწილი სოფლად და ხატვრებს მიართვა. ეხლა ლოთი როგორ მოიქცეოდა, ფულო ჩაუვარდებოდა ხელში. წავიდოდა ბატონო და ღვინოს დალებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად ფიროსმანაშვილმა ტილო დახატა. წარმოიდგინეთ, ერთი აი ჩემი და გულ დასაწყვეტად რა მოხდა, იცი, მხატვრებს ეს კი არ გაუხარდათ, შეშურდათ. და აი ამ შურმა გარიყა ფიროსმანაშვილი მხატვრობიდან. ფიროსმანის მუზეუმს 14 ორიგინალი აქვს თავის კოლექციაში. ეს შეიძლება სათქმელად ცოტა, მაგრამ საერთოდ ძალიან კარგი კოლექცია არის და ძალიან გულდასაწყვეტია, გაიგე რომ ეს ფართო მასებისათვის მიუწვდომელია. ფიროსმანი რომ მსოფლიო მნიშვნელობის მხატვარია, ეს უკვე აღიარებულია ბატონო. მთელი იშვიათი იქნება ქვეყანა, სადაც ფიროსმანი არ გამოფენილი იყო. წარმოიდგინე, რომ 72 წელს პიკასომ შექმნა ფიროსმანის პორტრეტი. ეს არის ხაზების გაკეთებული პორტრეტი და ძალიან კარგად არის ხასიათი დაჭერილი ფიროსმანისა. აბა ერთი წუთი წარმოიდგინე, რომ არა გვყავდეს ფიროსმანი, რამხელა სიცარიელე იქნებოდა, არა მარტო ხელოვნებაში, არამედ ჩვენ საკუთარ ცხოვრებაში იქნებოდა ეს სიცარიელე და ამას უნდა გაუფრთხილდეთ ხალხო, სულ სხვანაირად მოვიფერო. ფიროსმანი გახდა ახალგაზრდა მხატვრის შთამაგონებელი. ბელა ფიროსმანაშვილის სოფლიდან, მირზაანიდან არის. მის ნახატებში სხვადასხვა თემატიკაა. ხატავს იმას, რასაც ხედავს და განიცდის. სწავლა რო დავამთავრე, შემდეგ დავიწყე ხატვა. არ მყოლია მასწავლებელი არასდროს, რაც ვიცი, ჩემი თვითი ვარ თვითნასწავლი. რაღაც ესეთი კონკრეტული რაღაც გატაცება არ მაქვს. უბრალოდ რაც მომეწონება, რაც მოვა მუზა, იმას ხატავ. ქიზიყელი ხალხი განსხვავდება როგორც აქცენტით, ასევე თავიანთი სიდინჯით, ხასიათით. აი თუნდაც აქაური ფარდაგი სუნთლად განსხვავდება თუშურისგან და კახური ფარდაგისგან ორნამენტით და ფერით. ეს ტრადიციული დარგი დღესაც არსებობს და ეს დიდი დამსახურება არის ერთი კარგი პიროვნების, კარგი ადამიანის, ნინო ბახუტაშვილის. მან ფესვებიდან მოიძია ეს ყველაფერი. სოფელ დადიოდა, კარდაკარ დადიოდა და იძიებდა ქართული ფარდაგის ორნამენტს. ძველი ქიზიყური ორნამენტები, თბილი ფერები და ძაფის სართავი. 10-მდე ქალი ამ სახელოსნოში მივიწყებულ ტრადიციას აცოცხლებს. სახელოსნომ ასევე ძაფის ბუნებრივი ღებვის ტრადიციული ტექნიკა აღადგინა. საღებავებს ბროწეულის ქერქის, კაკლის წენფოს, ენდროსა და სხვა ბუნებრივი მასალით ამზადებენ. ნამუშევრებში მრავლადაა უძველესი ორნამენტებისგან დამზადებული სუვენირები და აქსესუარები, ხურჯინები, ჩანთები და ზარდახშები. დედოფლის წყარო და საერთოდ ქიზიყი არის მეცხვარეობისა და მეცხოველეობის რაიონი. აქედან გამომდინარე, სადაც ცხვარი იყო, იქ ხდებოდა აი ამ
ხელსაქმის, ფარდაგების, თექის და ასე შემდეგ აი ამის წარმოება. ეს იყო დაკარგული წლების განმავლობაში, აღვადგინეთ თუ კი რამე შესაძლებელი იყო აი ორნამენტებიდან და შემდეგ უკვე აი ამ აღდგენის მერე ჩვენ მოვახდინეთ უკვე განვითარება. მაგალითად, ქიზიყური ფერები აქ უფრო ნახევრად უდაბნო ზონაა და ფერების თბილი არის მზისგან გაჯერებული და თვითონ ეს ფარდაგებით ასეთივე თბილი ფერების გამისაგან შედგება მოწითალო, ნარინჯის ფერი, მოყვითალო, მომწვანო და ასე შემდეგ ასეთი ფერთა გამაა. ისე საერთოდ ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ საინტერესო. უკვე 7 წელია რაც აქ ვარ მე სახელოსნოს დაარსების დღიდან. 2 ჩემი ნამუშევარი შეირჩა საკონკურსოდ, რომელიც მიდის მილანში. ეს საქმიანობა არ არის მუდმივი შემოსავლის წყარო, მაგრამ თუმცა იძლევა იმის საშუალებას, რომ განვითარდეს. სახელოსნო ფესვები უკვე ბრენდია, ამას ხმამაღლა ვიტყვი და აგერ უკვე მილანში იქნება საერთაშორისო გამოფენაზე ჩვენ ნამუშევრები წარდგენილი. ეს არის ძალიან დიდი პატივი და იმ გზის, ის რაც ჩვენ გამოვიარეთ ამდენი წლების განმავლობაში, ეს გახლავთ ლოგიკური დასასრული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ძალიან დიდი სტიმულის მატარებელია და რა ვიცი როგორ გითხრათ, დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი. ჩემი პროფესია მხატვრობა არის და ხის მხატვრული დამუშავება. 38 წელია ამ საქმეს ვემსახურებ. ჩემს ნამუშევრებში ძირითადად ვაზი ფიგურირებს. ვაზმა შემაყვარა ჩემი შემოქმედება. დედოფლის წყარო არის ჩემი ფესვები. ჩემი აკვანი იქ დაიწა და მე ამას ვისურვებდი, რომ ერთი ჩემი ოცნება, ჩემი ნატურა ასრულებული იყოს. ხორნაბუჯის ციხესთან ძეგლი მინდა დავდგა კახელი გლეხის, რომელიც ალაზნის ველს გადაყურებს და ლოცავს თავის მიწაწყალს. მე ამაყება, რომ დედოფლის წყაროელი ვარ და ქიზიყელი ვარ.